გამარჯობა თვითფასო მეგობრებო, მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენ განვიხილავთ Audi A7 2013 წლიდან 2018 წლამდე. საკმაოდ ელეგანტური და ლამაზი მანქანები Audi A7-ები. მე პირადად ვიყოლიებდი, რადგან მე ჩემი ფავორიტი მანქანა არის Audi. არა მარტო A7, არამედ R7, S7, S8, S7 და ასე შემდეგ. RSQ-ო. ანუ Audi-ები ძალიან მიყვარს და მომწონს. დავაფანატებ. დავიწყოთ ვიზუალით. მაგალითად დავირჩიოთ მაგალითად დავირჩიოთ ცოტა ძველი მოდელი Audi A7s. ჯერმის ფორმებს რო შევხედოთ, ძალიან ლამაზი არის, ელეგანტური. მე რომ მყავდეს პირადად, უკანა ფანჯრებს ჩაუბრალდი. წინა ფანჯრებს ჩაუბრალდი რა ნორმაც არის. დისკებს გამოუცვლიდი. დავყანებდი უკეთეს დისკებს. და დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი. ამ A7-ებში ხდება 3.0 ძრავის მოცულობის ძრავები, რომელიც აქვს აჩქარება დაახლოებით 4.5 წამი, გამოიმუშავებს 320 ცხენი ზალას, არის 4 წამყვანი და დაახლოებით წავს გააჩნია როგორი თუ ქალაქში არის საშუალო საშუალოდ და არც გაზაობი და არც ძალიან სიარული ჩერეულად დაახლოებით წავს 13-14 ლიტრას პლუს მინუს. არის კიდე დიზელი ძრავები, რომელიც ნაკლებს წავს დაახლოებით 5-6 ლიტრას, 7 ლიტრას. და საკმაოდ ეკონომიურებია. მაგრამ მე პირადად ბენზინს ვამჯობინებდი, ზოგადად დიზელები არ მიყვარს, არ მომწონს, ტრაქტორის ხმა აქვს და ამიტომაც ბენზინის ყველა მერჩევნია. ამათი ფასი მერყეობს დაახლოებით მაგალითად რო ავიღოთ 2014 წლიანი Audi A7. ნახეთ ახლა რა ფასში შეგიძლიათ იყიდოთ ეს მანქანა. დაახლოებით $11-12,000 საქართველოში იყიდით კარგ ნორმალურ მანქანას. რაც უფრო 16-იანი უფრო ძვირს, რა თქმა უნდა. დაახლოებით $16,000 იყიდით რა. და მოგობილიც დარჩებით. საქართველოში ბევრს არ ყავს Audi. ბევრი არ ყავს, რადგან ძვირიანი ნაწილები აქვს. და ამიტომაც თავს იკავებენ ოჯახები Audi-s შეძენას. მაგრამ ვისაც ფული აქვს, ძალიან კარგი მანქანაა, გასიავნეთ ყველაფერში. და უყურებელს არ დარჩებით. ინტერიერსაც შეეხება, ინტერიერი ნახოთ ახლა. მე პირადად ძალიან მომწონს Audi-s ინტერიერი. ჯერ კიდევ 1999-2000 წლებში. კარგი სალონი ჰქონდა, კომფორტული, კარგი სავარძლებით, ბევრი ფუნქციები და ასე შემდეგ. მაგალითად S-Class, ანუ S8-ს რა. ანა R8-ს. S-Class-ი Mercedes-ია. ხო. დავიწყოთ ინტერიერით. საკმაოდ ნორმალური სალონი აქვს. ცუც ვერ იტყვი. მე მაგალითად პირადად მომწონს Audi სალონები. ტყავის სალონია. რულიც ძალიან კარგი აქვს, შვენიერი აქვს.
ხელზე კარგად მოსარგებია. მონიტორიც საკმაოდ ნორმალური, მაგრამ უკეთესიც შეიძლება რომ გაეკეთებინათ. უფრო ანუ ამ წლოვანებაში კარგი მონიტორია უბრალოდ, აი უფრო 2016 წლებშიც იგივე მონიტორი დატოვეს და მაგაშიც უფრო თანამედროვე მონიტორით შეიძლება გაეკეთებინათ. ეს ბარიც ძალიან მოწონს, აუდის ძალიან ლამაზი აქვს ეს თაჩი და მე მაგალითად გამისწორდებოდა ამანქანით მოძრაობა ყველგან. ერთი სიტყვით კარგი მანქანებია, გირჩევთ რომ შეიძინოთ თუ გაქვთ შენახვის ბიუჯეტი იმდენი რომ ეს მანქანა შეინახოთ და კარგი მანქანებია ერთი სიტყვით. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე, გემშვიდობებით, გამოიწერეთ ჩვენი არხი, მომავალში უფრო და უფრო უკეთეს ვიდეოებს გადავიღებთ, მე უკვე რეალურად გაჩვენებთ მანქანებს. დამიწერეთ კომენტარებში რა მანქანა გინდათ რომ გადავიღოთ და ვეცდები ყველანაირად კარგი ვიდეოები ჩავწერო. ნახვამდის და დროებით.